არჩევნები რომ დაიწყო ვიზია მომისმინე არჩევნები რო იყო 4 დღეს უკან დაგვირდა სააკაშვილმა დაგვირდა ნაციონალებმა რომ გაზი უნდა გამოსულიყო მე ვიდა გაზი აგერ ვანის რაიონში ჩვენს მოსაზრეს ეს არის 2 კილომეტრი აქედან იქინ სადაც გაზი არის დაკონსერვებული ხოდა ვანერებმა უთქვამს ახლა ხალხი იყო რომ ჩვენო ამას გავაკეთებდო მაგრამ სამდრედია არ გვაძლევს უფლებასო მინდა რაღაცა ხარჯები აგალე და გამომუშავებოდა ხალხის დასაქმება ამასული იყო სტურო ავთო სანამ ესე იგი არდებოდა აგიტაცია ჩაატარეს რომ ესე იგი არჩევნების შემდეგ გამარჯვების შემდეგ გაიყვნენ ესე იგი გაზ ეს უნდა მოხდარიყო 4 წელი 1-3 წლის წინ უბრალოდ იმიტომ რომ საფუძვლის რო ესე ბაშის უკვე გამოსულია გაზი ბაშიდან გამოსულია და 1 წელიწადში შემოვიდოდა ჩვენთან მასე გავიდა 4 წელიწადი ველოდებით ამ ლოდოში მე ხუცდები და ამომძრობა სული 10 და შედეგი არაფერი არ არის და შეიქავე აი ეს ერთი აზრდა გვაქვს სოფელს და ამის გატანაც მეინდობა სტუროა ავთანდის სტუროა მაშინ მაჟორიტარი დეპუტატი იყო თქო რა თქმა უნდა და გაზიფიცირება როდის დაიწყო? წინასაარჩევნო დაიწყო, ეხლა მიმდებარე. 3 დღით ადრე. თელი ღამე იმუშავეს. თელი ღამით იმუშავეს სულ. 26-28-ში დაიწყეს მშენებლობა. ესე იგი ექსკავატორები მეიყვანენ, ამოთხარენ მიწები და ჩადვიან 50-იანი ტრუბა, რომელიც ესე იგი მიმდებარე ტერიტორიაზე მის ნაციონალები იყო, იგენმა მეორე დღესვე შეიყვანენ. მოგვიყვანოთ აქამდე მოსული 100 მეტროზე მოსული გაზი, შემოგვიყვანოთ ჭიშკრამდე. იმ გაზის ფული, შეშის ფულით, რაც 400-500 ლარი უნდა გადავიხადო, თუ არა გავგზავნდესკენ ბაზარზე და ნახოსკენ ერთი მაშინა შეშა რაღირს. იმ შეშის ფულით მე შევიყვან ეზოში გაზს. ყოფილი რაიონის დეპუტატი, ამჟამინდელი რაიონის გამგებელი, დღეს მე მგონი ასე ვიცი ნამდვილად ინფორმაცია, რომ სტუროა არის გამგებელი სამტრედიაში ნაციონალებმა ბატონმა პრეზიდენტმა წარმოაყენა და დაასკობა სკამზე და ამას ვთხოვ ჩვენ გაკეთებას. 45 დღის უკან თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დაიწყო გაზის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაოები, მდინარე კაპიტონას საზღვრამდე მოვიდნენ და რამოდენიმე დღის უკან, ესე იგი 2 კვირის უკან დაახლოებით ითხოვა ისე ვანეგაზმა ნებართვა იმის შესახებ, რომ სამუშაოები გააგრძელოს, წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ახლა თან მიდევს უნდა მივიტანო ინფრასტრუქტურის სამსახურში და როგორც მე ვიცი, გადაწყვეტილი აქვს ნებართვა მისცენ ისე ვანეგას, რომ სამუშაოების გაგრძელების ეტაპი მოხდეს ინტენსიურად და მოხდეს გაზიფიცირება და ასევე ცენტრალური მაგისტრალის ჩაყვანა სოფელ დაფნარამდე.